სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღევანდელ სახარებაში რეად სამწუხარო რამ მოვისმინეთ. ნახეთ ადამიანი, რომელიც აღასრულებს ღვთისმცნებებს, მაგრამ ამავე დროს ზურგს აქცევს და მწუხარე მიდის უფლისგან. ალბათ ამ საკითხმა თითოეული ჩვენთაგანი უნდა დააფიქროს. ცდარი მიზნებით იყო მოსული ეს ახალგაზრდა უფალთან და აქედან გაუმდინარე, როდესაც მან მოისმინა ის, რაც მისი ყურისთვის უცხო იყო და ის, რაც მის სურვილებს არ შეესაბამებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვებიდან გაუმდინარე ის აღასრულებდა ცნებებს უფლისას, ეს ადამიანი ზურგს აქცევს უფალს. აქედან გაუმდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, თუ რისთვის მოდის უფალთან. მოციქულები, იცით თქვენ, რომ აი ამ ცნებას, რომელიც ამ ახალგაზრდას უფალმა უთხრა, რომ წადი განყიდე, რაც გაქვს ყველაფერი, დაურიგე გლახაკებს და მოდი და შემომიდექი მე. როგორც ჩანს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ადამიანი უფლის მოწაფე გახდეს. ადამიანი არაფერს არ უნდა აფასებდეს, როგორც ჩანს, უფალზე მეტად, იმისათვის, რომ მან შეძლოს უფალს დაემოწაფოს. როგორც თქვი, მოციქულებმა ეს აღასრულეს. თქვენ იცით, რომ მხოლოდ ერთი მოწოდებით, რომ შემომიდექი მე, პეტრე და თავისი ძმა ანდრია მიყვებიან უფალს. ასევე იაკობი და იოანე და სხვა მოწაფეები. მხოლოდ ერთი სიტყვით, რომ გამომყევი მე და მიყვებიან ისე, რომ არც კი კითხულობენ, სად მიდიან, რისთვის მიდიან. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანს ცოლი ჰყავდა, ხო, მაგალითად პეტრეს. ცოლი, ოჯახი, მათ ყველაფერი, მთელი თავისი ქონება, კი მდიდრები არ იყვნენ. უმრავლესობა მათგანი უბრალო მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ეს მეთევზეობა იყო მათი ყოველდღიური სარჩო-საბადებელი. მდიდარ კაცს კიდევ უფრო გაუიოლდებოდა მაცხოვრის მოწაფეობა, იმიტომ რომ შვიდად წავიდოდა ეხლა. დაყვებოდა და ქონება კი ჰქონდა და ოჯახი მიხედილი იქნებოდა, მაგრამ მოციქულები, ნახეთ, ამიტომ არის მათი მსხვერპლი უფრო დიდი. ყოველდღიური სარჩო-საბადებელზეც კი არ ზრუნავენ. მიყვებიან უფალს და არ იციან სად მიყვებიან. თან ხომ მათ ისიც არ იციან ჯერ და დარწმუნებულიც არ არიან, ვინ არის უფალი. ის კი არა, ჩვენ ვატყობთ, რომ მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის ბოლოშიც კი ისინი ბოლომდე ვერ არიან გარკვეულები, რა ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთგულად ემსახურებიან უფალს. აქედან გაუმდინარე, ნათელია ის დასკვნა, რომ თუ ადამიანს, თითოეულ ჩვენთაგანს, ვიც აქ ახლა ვდგევართ, თუ უფლის მოწაფეობა უნდა, მან ყველაფერი უნდა დათოს. აი, როდესაც ჩვენ ეს არ გამოგვდის ხოლმე და ვღალატობთ უფლის მცნებებს და ვერ ვიცავთ მის მცნებებს და ხანდახან, აი, ხატოვნად რო ვთქვათ, როგორც ეს ახალგაზრდა ზურგს მივაქცევთ ხოლმე უფალს დროებით. აი, მაშინ არის ხოლმე ჩვენში სწორედ ის წარმოიჩენს ხოლმე თავს, რაც დავიტოვეთ ჩვენთვის, რაც არ გავეცით. ფსალმუნებში ესეთი სიტყვებია ნათქვამი, რომ ნეტარ არს იგი, რომელმან ბაბილონზეა ლაპარაკი, ბაბილონი ცოდვის სიმბოლო არის ბელახტკმაში და ასეთი სიტყვებია ნათქვამი, დავით მეფსალმუნე ამბობს, რა თქმა უნდა, სულიწმინდა დავით მეფსალმუნის პირით ამბობს, რომ ნეტარ არს იგი, რომელმან შეიპყრეს ჩვილნი შენი და შეახეთქეს კლდესა. ანუ ნეტარ არისო ის კაციო, ვინცო ცოდვის უმცირეს, ამ ქვეყნიურ უმცირეს თავის სურვილსაც კი, რომელიც ეწინააღმდეგება უფლის მცნებას და მის სიტყვას აიღებს და კლდეზე შეანარცხებს და შეპყრობს.
ხოლო ვინც ამას არ აკეთებს, ადრე თუ გვიან ეს პატარები იზრდებიან, მომძლავრდებიან ჩვენში და მერე გვტანჯავენ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომაც არის ხოლმე კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ესეთი პატარა მრავლად ყავს თითოეულ ჩვენთაგან სამწუხაროდ და როდესაც ისინი აღდგებიან ხოლმე, მერე ვღალატობთ ქრისტეს, ზურგს მივაქცევთ მას. ხოლო თუ ადამიანი თავიდანვე როგორც მოციქულები დათმობდა ყველაფერს და მთლიანად მთელი თავისი სულით, გულით, გონებით შეუდგებოდა ქრისტეს ისე რომ უკან აღარ მოიხედებოდა, ასეთი ადამიანები შეუბრკოლებლად გაყვებოდნენ უფალს და ასეთი ადამიანები რო ვიყოთ ჩვენ, აღარ გვექნებოდა იმდენი ცოდვა, რამდენიც სამწუხაროდ გვაქვს. რატომ ვერ დათმო და რა შეფასება მიცა უფალმა? რომ მდიდარი ძნიად შევა, ძნელად შევა სასუფეველში. ქონების მქონე, ამ ქვეყნიური კეთილდღეობის მქონე ადამიანი უფალი გვეუბნება, ძალიან ძნელად შევა სასუფეველში. სამწუხაროდ ამ სწავლებას უფლისას ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. ძალიან ცოტა. პირიქით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ უმრავლესობა ჩვენთაგანი ღენიადად იმისთვისაა მოწოდებული, რომ ქონება დააგროვოს. აქ არ არის ლაპარაკი მაინდამაინც მილიონებზე. აქ არის ლაპარაკი სულ უფრო და უფრო უკეთესი ცხოვრების მოწყობაზე. მეტი ფულის დაბრუნებაზე, მეტი კეთილდღეობის დაბრუნებაზე. ამ ქვეყანაზე რაც შეიძლება უკეთ მოწყობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა და ოქროპირი გვეუბნება, რომ სულელი არ დაუძახებო იმ კაცო, მგზავრად რო იყოს რომელიმე ქალაქში. აი უბრალოდ გზად რო იყოს რომელიმე ქალაქში და დაინახო, რომ იქ აშენებს სასახლეს. აი გზად არის, უნდა გაიაროს და აქ აღარ მოგრუნდებაო. რო დაინახო, რომ იქ სასახლეს და სახლს იშენებსო, ხო დასცინე ფიტყვი სულელია რას აკეთებსო კაცო. არა და ესე ვიქცევი თითოეული ჩვენთაგან, სამწუხაროდ. აი როგორც ეს უგუნური ადამიანი მგზავრად რომ გაივლის ქალაქში და სახლს იშენებს. და აი ეს სახლი, რომელსაც ვიშენებთ, ძალიან ხშირად გება ხოლმე მერე ღვთისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს წინააღმდეგ. ამის დათმობა გვიჭირს ხოლმე ძალიან. არა და რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა ხო არ არის კეთილდღეობა, ეხლა ეს ხო მართლაც ვიცით, ხო? ბევრი ხანდახან კითხვას ხავს, კაცო, ეკლესიაში მოვედიო და პრობლემები დამეწყო, უფრო მეტი განსაცდელები დამეწყო. რა თქმა უნდა ამას, ამაში რა არის გასაკვირი? უფალმა ხო გითხრა ეს კაცო? ხო არ დაუმალავს, თავიდანვე გითხრა. რომ უკვე თუ მე მდევნეს, თქვენს გდევნიან. ხო გითხრა თავიდანვე უფალმა, რომ თქვენ ამ სოფლისები თუ იქნებით, მაშინ ამ სოფელს თქვენ ეყვარებით. მაგრამ რადგან მე გამოგირჩიე თქვენ ამ სოფლისგან, ამიტომ ეს სოფელი თქვენ შეგიძულებთ. ანუ ნიშანის თურმე იმისა, რომ ადამიანი არის ქრისტეს მიმდევარი, არის ის, რომ ეს სოფელი ზძულობს ასეთ ადამიანს. რას ნიშნავს ზძულობს? განსაცდელებს ატეხავს თავზე ასეთ ადამიანს. განსაცდელებს უცხოებისგან, განსაცდელებს მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან. სახლეული აღდგებაო თქვენს წინააღმდეგო. უფალი გვეუბნება. არ დაბრკოლდეთო, იცოდეთო, წინასწარ გაფრთხილებდო. რომ თქვენ ვინც გდევნისო, იფიქრებსო, რომ მსხვერპლი შესწირა ღმერთსო. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომღაც ჩვენ გონია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენ აქაც უნდა ვიხაროთ, იქაც უნდა ვიხაროთ. ყველგან უნდა ვიხაროთ და ყველგან ბედნიერები უნდა ვიყოთ. ასე გვგონია. ან მეორე, ღმერთი გვინდა იმისთვის, რომ აქ ამ ქვეყანაზე მოვიწყოთ სამოთხე. ნახეთ ამ ჭაბუკის კითხვა რა არის, რომ სასუფეველი როგორ დავიმკვიდრო? უფალი პასუხობს, როგორ უნდა დაიმკვიდროს, მაგრამ მიხვდა ამ ახალგაზრდამ, რომ მოიცა, ეს მე არ მინდა კაცო.
მე მინდა აქ როგორ ვიყო კარგად და თუ შენ ამას მათ მოგინებ, თუ მთხოვ შენ უფალო რომ მე ეს უნდა დავთმო. მაშინ არ მინდა და მიდის უკან. აი ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ არც ერთმა ჩვენთაგან. არა და ხო ცალსახა არის, ხო დამეთანხმებით რომ სწორედ ესე ვართ. რომ ეკლესიაში კი ვდგავართ, მაგრამ ძირითადად მაინც ამ ქვეყნიური კეთილდღეობა გვინდა. ამ ქვეყნიური კეთილდღეობის დათმობა არ გვინდა არაფერი. და ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ იფიქროთ რომ აქ მხოლოდ რაღაცა ფულზეა ლაპარაკი, რომ რაღაცა ფული დათმოს ადამიანი. არა. ამ ქვეყნიური პატივი, დიდება ამაზეა საუბარი. ჩვენ ხო აი სინამდვილეში რო ვთქვათ, ხო არც ერთ ჩვენთაგანს არა ეხლა არც კი წარმოგვიდგენია, რომ რაღაცა ჩვენი პატივი და ღირსება ქრისტესთვის შეიბღალოს. არა, ყველას გვინდა რომ ქუჩაში რო გამოვდივართ, პატივს გვცემდნენ. ჩვენზე იძახდნენ რომ რა კეთილი ადამიანია, რა კარგი ადამიანია, როგორი ბრძენია, როგორი ძლიერია. თავზე არავის დაისვავს. ხო გვინდა რომ ჩვენ რო სიტყვას ვიტყვით, უნდა ყველა გვისმენდეს, ყველას ვუყვარდეთ, ეს გვინდა. ხო არ ვიტყუები, ხო ესეა. ნამდვილად ეს გვინდა. მაგრამ ესე იყვნენ მოციქულები? ესეთები, ან ჩვენ ხო ვიზახით რომ მოციქულები არიან ქრისტეს მოწაფეები და ჩვენ მათი სიტყვით გავხდით ქრისტიანები. რეალურად სახარება რა არის, ხო? რა თქმა უნდა, სულიწმინდით არის ეს ყველაფერი ნაკარნახები, მაგრამ რეალურად რა არის? მაცხოვრის მოწაფეებმა, ვინც მასთან ერთად დადიოდნენ, გვითხრეს, რომ უფალი ესე ასწავლიდა, ესე ცხოვრობდა. მერე გვიჩვენეს, აი ჩვენც ესე ვიცხოვრეთ. საქმე მოციქულთაში წერია, ხო? პავლე რამდენჯერ გვეუბნება, ხო, როგორი ცხოვრა. არც ერთი მათგანი გარდა იოანე ღვთისმეტყველისა თავის სიკვდილით არ მომკვდარა. ყველა მოწამეობრივად აღესრულა. ხო? რამდენი დევნა, რამდენი ტანჯვა გაიარეს თითოეულმა მათგანმა. ანუ ეს არ ხო ფაქტობრივად ეს არის ქრისტეს გზა. ეხლა ჩვენ ამ გზაზე დავდივართ, აი რომ გულწრფელად რომ შევეკითხოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავს. ამ გზაზე დავდივართ? მე მგონი რომ არა. პავლე მოციქული მე ადრეც გითხარი და დღესაც შეგახსენებთ. კორინთელებს როდესაც მიმართავდა, მათ აი დაახლოებით ესე ჩვენაირი მდგომარეობა ჰქონდათ. ისეთი როგორ ვთქვათ, მაგარი ქრისტიანები უნდათ რომ ყოფილიყვნენ, პატივი, დიდება ქონოდათ, თან ქრისტიანები ყოფილიყვნენ. ცოტა უხეშად ვამბობ ახლა. და ნახეთ რას ეუბნება პავლე მოციქული. ნახეთ, მინდა რომ წაგიკითხოთ. ზოგადად მოციქულები როგორები ვართო, ეუბნება. და მათ ამ ხელს რა მათ სულიერ მდგომარეობას, ნახეთ რას ეუბნება. ჩვენო, პავლე ამბობს, სულელი ვართ ქრისტესთვის. ჩვენო სულელები ვართო ქრისტესთვის. ჩვენ ეს სოფელი სულელებს გვეძახის. ხო? ნახეთ, თქვენო ეუბნება, ხოლო თქვენ ქრისტეს მიერ ბრძენი ხართ. ანუ ჩვენო თუ ერთი და იგივე მასწავლებლის მოწაფეები ვართ, პავლე კითხულობს. ჩვენ სულელებს გვეძახის ეს სოფელიო და თქვენ რაღაცომღაც ბრძენი ხართ. მერე აგრძელებს. ჩვენ უძლური ვართ. ჩვენ ამ სოფელში უძლურები ვართ. დევნიან, ტანჯავენ, ქვებს გვესვრიან, გქოლავენ, რა ვიცი, რას არ გვიშვებიან. ციხეებში აგდებდნენ. ჩვენო უძლურები ვართ ამ სოფელში. თქვენო ძლიერები ხართო. ეუბნება. მერე აგრძელებს, ნახეთ, თქვენო დიდებულები ხართ. თქვენ გადიდებენო, რა მაგრები არიანო, რა ქრისტიანები არიან. ხოლო ჩვენ გინებულები ვართ. ჩვენ გვაგინებენ. ანუ ერთი და იგივე ღმერთს თუ ვქადაგებთ. როგორ შეიძლება და ერთი და იგივე ღმერთის მსახურები თუ ვართ? როგორ შეიძლება ჩვენი მასწავლებლები იყვნენ გინებულნი, ხოლო ჩვენ დიდებულნი? აი როგორ შეიძლება ეს? მერე რას აგრძელებს, ნახეთ? ვიდრე აქა ჟამამდე, შივისცა და გწყურისცა. შიშველ ვართ და ვიქენჯნებით.
და განუსვენებელ ვართ. ნახეთ? ამ დრომდე პავლე მოციქული ახევარი მსოფლიოს მოციქულია. სულ 27 წიგნი ახალ აღთქმაში და 14 მისია. ამის ნახევარი ახალი აღთქმა მისი დაწერილია. ახალი აღთქმის წიგნების. ეს კაცი ამბობს, რომ დღემდე, აი აქამდე მშია და მწყურია. შიშველები ვართ. ვიქენჯნებით და განუსვენებელ ვართ. თუ ჩვენ ამ ხალხის მოწაფეები ვართ, აბა, დავფიქრდეთ. რომელს გვშია ეხლა და რომელს მწყურია ქრისტეს სიტყვის გადაგებისთვის. რომელი ვართ განუსვენებელი? პირიქით, წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ თუ არ დავისვენეთ, შეგულება არ მოვიწყეთ, საკუთარი თავიდან ვიწყებ, არ გეგონოთ რომელიმეს გეუბნებოდეთ. თუ არ დავისვენეთ, თუ არ მოვისვენეთ, ფეხები ზემოთ არ ავწიეთ საღამოთი სახლში, როგორ შეიძლება ეს? თუ არ მოგვემსახურნენ და თუ ერთი და კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ ერთი და იგივე ქრისტეს მოწაფეები ვართ. რატო ამხელა სხვაობა ჩვენში და მათ შორის? კიდე ვაგრძელებს, ნახეთ. დავშვრებით რამე თუ ვიქმთ ხელითა ჩვენით. მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ. ვიდევნებით და თავს ვიდევთ. მგმობართა ჩვენთა ულოცავთ. ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმენით. ყოველთა ნასყურ მოაქამდე. ნახეთ? ჩვენს მაგინებლებს ვაკურთხებთ. ჩვენ ესე ვართ? ერთი გაბედოს ვინმემ და რამე შეგვაგინოს და რაღაცას ცუდი თქვას ჩვენზე. ხო გავანადგურეთ ადგილზე. ხო გავანადგურეთ. თუ შევძელით და თუ ვერ შევძელით, მთელი ცხოვრება ბოღმა გვექნება გულში. მაგრამ მოციქულები ესე არ არიან, ესენი ამბობენ მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ. ვდევნიან და თავს ვიდევთ. გმობართა ჩვენთა ულოცავთ. ანუ ვინც ჩვენ გმობს, ჩვენ მათთვის ვლოცულობთ. ჩვენსავით კი არა, რომ ვლანძღავთ, როგორ გაბედეს ჩვენზე რაიმეს თქმა, არამედ ლოცულობენ მათთვის. კიდე ერთხელ გავმეორდები, თუ ერთი და იგივე მასწავლებლის მოწაფეები ვართ ჩვენ და მოციქულები. რატოა აქაც კი ჩვენ შორის ასეთი სხვაობა? და ბოლოს ნახეთ რითი ამთავრებს. ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნით. ნარჩევი თქვენ არ გეგონოთ დღეს რო ვიძახთ ჩვენ ნარჩევიაო საუკეთესოს რა არის. პირიქით არის აქ მნიშვნელობა. და ბოლოს ამთავრებს. ყოველთა ნასხურ მოაქამდე. ანუ ყოველთა ნასხურ აქამდე. ნასხური ძველი ქართული სიტყვაა და დაახლოებით ნაგავს ნიშნავს. აბა, ეხლა დავფიქრდეთ. ერთი და იგივე ქრისტეს მოწაფეები ვართ ჩვენ და მოციქულები. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გულწრფელად გითხრათ, ჩვენ ისე მაგრად ავწდით. ქრისტეს სწავლებას, რომ ალბათ ძალიან ცოტა მსგავსება თუ ჩვენსა და მათ შორის. ამიტომ, ნუ მივემსგავსებით ჩვენ აი ამ ჭაბუკის მდგომარეობაში ვართ უბრალოდ. ეს ჭაბუკი წავიდა უფლისგან. ხოლო ჩვენ კიდე ჯიუტად დავრჩით, ოღონდ არ უსმეთ არაფერში. ვინდა პატივი მივიღოთ მოციქულების, მოწაფეების, ხო, მოციქულები ვინ არის? მოწაფეები ქრისტესი, ხო, ჩვენ გვინდა ეს მოწაფეობის პატივი გქონდეს, მაგრამ არც ის დავთმოთ, რაც სიმბოლურად ამ ადამიანმა ფაქტიურად, მაგრამ ჩვენ სიმბოლურად არ გვინდა რომ დავთმოთ ჩვენი არაფერი. ჩვენი ქონება ჭყალებში, რითიც მოვედით ეკლესიაში ღმერთთან, გვინდა რომ ჩვენთანავე იყოს. არაფერი აქედან არ უნდა დავთმოთ. აბსოლუტურად ისე ვიცხოვროთ, როგორც მანამდე ცხოვრობდით, ოღონდ თან ქრისტესთან ვიყოთ. არა და კარგად ხო ვიცით სახარები და რომ ძველი კაცი თუ არ დათმო, ქრისტე ხო ამისთვის მოვიდა, სხვა ამისთვის ხო არ გაიღო მსხვერპლი. რომ ჩვენ საშუალება გქონებოდა ეს ძველი კაცი მოგვეკვდინებინა ჩვენში და ახალი კაცი დაბადებულიყო ქრისტესი ჩვენში.
ამისთვის მოვიდა ქრისტე. ჩვენ კიდე ჯიუტად ვეუბნებით, რომ არა უფალო. მე ისევ ეს ძველი კაცი მინდა, ისევ ეს ხორციელი სურვილები უნდა მქონდეს, ისევ მიწიერი უნდა ვიყო მთლიანად. ამას ვეუბნებით უფალს, ოღონდ თან შენი მოწაფეც უნდა მერქვას. და რადგან შენ კაცთ მოყარე ხარ, ვალდებული ხარო ასეთი შემიწყნარო. მაგრამ ჩვენ ვხედავთ სახარებაში, რომ უფალი ასე არ არის, ასე არ იქცევა. ესე რომ ყოფილიყო, უფალი ამ ახალგაზრდას აუძახებდა და ეტყოდა, რომ მოდი, არაუშავს, იყავი ჩემთან. მაგრამ ხედავთ, რომ არ მოაბრუნებს უკან უფალი. თუ ადამიანი არჩევანს აკეთებს, რომ უფალ ზურგი აქციოს, უფალი ასეთ ადამიანს უკან არ აბრუნებს. რაც არ უნდა მძიმეცოდვით იყოს დაცემული ადამიანი, რაც არ უნდა გათახსირებული იყოს ამ ქვეყანაზე. თუ უფალთან მივა მთელი თავისი გულით და სთხოვს, რომ დაეხმაროს აი ეს ძველი გათახსირებული ადამიანი, განაგდოს მისგან და მოკლას ესეთი ადამიანი, უფალი ყველას იწყნარებს. ყველას აბსოლუტურად. მაგრამ ადამიანს, რომელიც შეგნებულად ირჩევს მიწისკენ ყურებას, მას უფალი არ აბრუნებს. უკან აი ყოველ შემთხვევაში დღევანდელ სახარებაში ჩვენ დავინახეთ, რომ არ უთქვია უფალს, რომ მოდი შვილო, მოდი დაბრუნდი. მეძავი დაიცვა უფალმა, როდესაც მას პინძელმა ეს მეძავი გაკიცხა გულში. და უთხრა, რომ რატო აკეთებ ამას? შენ სახში შემოვედიო და შენ ხელპირის დასაბანად წყალი არ მომეცი და ეს კიდე აგე თავისი ცრემლით მბანს და თავისი თმით მიმშრალებს ფეხებს. და იწყნარებს ამ ადამიანს. მაგრამ ამ ახალგაზრდას, რომელმაც ყველა მცნება დაიცვა, ისი სიტყვებიდან გამომდინარე, უკან არ უძახის. აი ამხელა სწავლება თითოეული ჩვენთაგანის დასამოწმად. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეს თითოეული ჩვენთაგანი, რისთვის ვართ ეკლესიაში. რისთვის მოვედით ეკლესიაში? თუ ჩვენ აქ მოვედით რაღაცა ჩვენი პირადი სურვილების ასასრულებლად, მაშინ ძალიან შეგვშლია. უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ აი გუშინ თუ არ მეშლება გუშინებო სახარება, ბრმები რომ დგანან გზაზე და გაიგებენ, რომ მაცხოვარი მოდის. და გაჰყირიან მთელი ძალით, რომ უფალო ძეო დავითისო, შეგვიწყალე ჩვენ. ხალხი აჩუმებს მათ, ეუბნება, რომ გაჩუნდით, არ არის ესე წესი, უყვირი ხართ. ისინი მაინც გამწარებულები, უფრო და უფრო უმატებენ და ყვირიან. უფალო ძეო დავითისო, შეგვიწყალე ჩვენ. და მიდის მათთან უფალი და ეუბნება, რომ რა გინდათ და რა გაგიკეთოთ და ესენი ეუბნებიან, რომ უფალო რათა აღვიხილნეთ თვალნი ჩვენ. ანუ უფალო გვინდა, რომ თვალიდან გამოვიხედოთ, ბრმები ვართ. და წერია სახარებაში, რომ შეეწყალა ისინი უფალს და ხელი დაადო და ეხსეულად აღიხილათ თვალები. ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ეხლა ყოველივე იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც პავლე მოციქულს მოусმინეთ და ალბათ გულწრფელად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არაფერი ქრისტიანების არ აქვს ხია სამწუხაროდ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება ამას ლაპარაკობს. მაშინ რაღა დაგვრჩენია? უნდა მივხვდეთ იმას, რომ ბრმები ვართ. სულ სხვაგან ვიყურებით. სულიერი თვალი ჩვენი არის დაბრმავებული. აი უნდა ვევედროთ ღმერთს ყოველთვის. უნდა ვევედროთ. პირველ რიგში ამას უნდა ვევედროთ, ღმერთო, უფალო ძეო დავითისო, თვალები აგვიხილე. დაგვანახე ჭეშმარიტება და მოგვეცი ძალა, რომ ამ ჭეშმარიტებისკენ ვიაროთ. და ეს შესაძლებელია, დამერწმუნეთ. აი დღეს პავლე მოციქულმა ძალიან მანუგეშებელი სიტყვა გითხრა. თუ დააკვირდით, თუ გახსოვთ. თავის თავზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ მეო მოციქულად წოდების ღირსი არა ვარ. რადგანო დევნიდი ეკლესიებს, იცით ალბათ ხო ყველამ, რომ პავლე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდევნელი ქრისტეს მოწაფეების, ისე რომ დასახოცად მიყავდა ის და ის იყო მონაწილე და შემოქმედი ერთი
სტეფანე პირველ დიაკონის, პირველ მოწამის მკვლელობის. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ ყველაფრის. სასტიკი მდევნელი იყო ქრისტიანების. და ამბობს, რომ მეო არა ვარო მოციქულა წოდების ღირსი, აი ამიტომ არა ვარო, მაგრამ უფლის მადლითო ვარ. ის რაც ვარო. მაგრამ მადლითო, უფლის მადლით ვარო ეს ყველაფერია. და გეუბნებითო, რომ ყველა სხვა დანარჩენ მოციქულზე მეტად დავშვერი. ანუ ყველა სხვა მოციქულზე მეტად იღვაწა და იშრომა პავლე. ნებისმიერ მოციქული აიღეთ, ყველაზე მეტი პავლემ გააკეთა. ოღონდ აქაც ნახეთ რას ამბობს, მე კი არა, მადლი უფლისა იესო ქრისტეს. ეს რატო არის ძალიან მანუგეშებელი, იმიტომ რომ რაც ეხა ჩვენ ვილაპარაკეთ, დამთრგუნველია, შეიძლება კაცმა თავი ვეღარ აწიო, დეპრესიაში ჩავარდე, რომ რა მეშველება კაცო. მართლა არაფერი არ მწყია ქრისტიანის და არაფერი არ მაქვს, სულიერიც კი არ მინდა რეალურად რომ დაფიქრდე ადამიანი დღე-დაღამე ამ ქვეყანაზე ვფიქრობ. მაგრამ პავლე გვეუბნება, რომ არ შეგეშინდეს, თავისი ცხოვრებიდან გაუმდინარე. მე მდევნელი ვიყავი და ყველა მოციქულზე მეტად მაშრომა უფალო. ყველაზე ბოლოს ნახა, თვითონ გითხრა ხო დღეს რომ პეტრეს გამოუჩნდა, მერე 500 მოწაფეს გამოუჩნდა, ხო მოციქულებს გამოუჩნდა 12-ს, მერე 500 მოციქულს გამოუჩნდა, ზოგიერთი მათგანიო დღესაც ცოცხალი არისო, პავლე გვეუბნება და უკანაისკნელ როგორც ყველაზე უღირს მეც გამომიჩნდა. მეც გამომიჩნდა უფალიო და მისი მადლით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. სხვაგან ამბობს მერე კიდე პავლე, რომ რა გვაქვს, რაც არ მიგვიღია, რომ ვიგვეხნით, თითქოს მიუღებელი რამე გქონდეს. ეს სიტყვები არის თითოეული ჩვენ უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის მანუგეშებელი, რომ უფალი ჩვენზეც მოიღებს წყალობას. თუ ჩვენც აი ამ ორი ბრმისავით შევევედრებით უფალს, შევეხვეწებით უფალს, აუცილებლად ადრე თუ გვიან აუცილებლად აგვიხერ სულიერ თვალს. მინდა ხაზგასმით თქვა ეს, რომ არ გეგონოთ ჩვენ როგორ გვინდა იცით, რომ ეხლა აქედან გავიდე, უცბად თქვა, რომ უფალო თვალები ამიხილე და ამეხილოს თვალები და ყველაფერი დაუ რა კარგია. ესე არ ხდება. თუნდაც ამ ბრმების მაგალითიდან გაუმდინარე. მათ პირველივე დაძახებაზე როგორ ფიქრობთ, უფალმა არ იცოდა რომ უძახდნენ? როგორ არ იცოდა? გულთამხილავია. გულში რას ფიქრობენ ადამიანები იცის უფალმა. ეს სახარებაში ჩვენ ვიცით, რომ მრავალჯერ არის აღნიშნული ეს ძალა უფლისა, ხო? პირველივეზე იცოდა. რა არ ეწყალებოდა პირველ დაძახებაზე, რა თქმა უნდა ეწყალებოდა. მაგრამ ჩვენ გვასწავლის. ჩვენ იქ მყოფ ადამიანებს ასწავლის, რომ არ დაგეზაროს, არ დაბრკოლდე. მანამდე მეხვეწე სანამ არ შეგისრულე და აუცილებლად შეგისრულე. აი ამას გვეუბნება უფალი. და ჩვენც არ უნდა დაგვეზაროს. დღეს რასაც მე გეუბნებით, ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ დღეს ევედრები და ხვალ იქნება, არა. უნდა ვევედროთ და ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ უფალი აუცილებლად ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ მზად ვიქნებით ამ სიკეთის მისაღებად, აუცილებლად მოგმადლებს ამ სიკეთეს, აგვიხელს სულიერ თვალებს და სხვანაირად შევხედავთ ამ ყველაფერს. სხვა სურვილები გაგვიჩნდება, სხვა მისწრაფებები გაგვიჩნდება. და მთლიანად მიუძღვნით ჩვენს თავს უფალს. ამის უნდა გვჯეროდეს, ამის თუ არ ჯერა ადამიანს, ისე უბრალოდ ჩამოყრი ხელებს თავს დახრი და არაფერი არ მეშველებაო, კაცი იფიქრებ და ჩავარდები დეპრესიაში, სასწრაფოთილებაში და დაიღუპე. ამის უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენს ვედრებას უფალი აუცილებლად შეისმის. რაც არ უნდა ცოდვაში ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. რაც არ უნდა მძიმე ცოდვას ვებრძოდეთ, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა გქონდეს სულიერი, უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს, რომ უფალო დამეხმარე, შემეწიე და გვჯეროდეს, რომ ესე იქნება. აუცილებლად იქნება. არ უნდა დაგვეზაროს, რაც თავარია. ბოლომდე. ზოგი კითხულობს, როდემდე ბოლომდე. ზოგიერთ ადამიანს უფალი უსმენს პირველივე სიტყვაზე. ზოგიერთ ადამიანს სარეცელზე, სიკვდილის სარეცელზე. ბოლო ამოსუნთქვის დროს მიიყვანს ხოლმე თავისთან. ვის როგორ ჭირდება, ვინ როდის არის მზად, ეს მხოლოდ უფალმა იცის. ჩვენგან საჭიროა მხოლოდ ნდობა.
უნდა ვენდობოდეთ ღმერთს, უნდა გვჯეროდეს მისი განგებულებისა ჩვენ ცხოვრებაში. როგორც ის ინებებს, ისე უნდა იყოს. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, როგორც ის ინებებს. ჩვენ ხო ვთხოვთ უფალო შეგვიწყალე. მაგრამ თან დაწერილი რეცეპტს ვაძლევთ, ესე შემიწყალე. არა, ესე არა. უფალს რო ვეუბნები შემიწყალე, ის შეგიწყალებს, ოღონდ ისე როგორც მას უნდა, ისე როგორც შენი სულისთვის სასარგებლოა. ეს ხან იქნება ნუგეში, ხან იქნება განსაცდელი. ერთიც და მეორეც ღვთისგან უნდა მივიღოთ მადლიერება. ერთმა შეგვაძლევინოს ეს. უფალმა დაგვეცო და გავაკეთოთ.